გამარჯობა, ეს არის გადაცემა პრიორიტეტი, მე მაკა რაზმაძე ვარ. გუბა სანიკიძემ ეროვნული ფორუმი დატოვა, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმავს ხელი შეუწყოს დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას. რა გეგმები აქვს ფორუმის ყოფილ ლიდერს? გუბა სანიკიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გუბას უკაცრავად. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო გუბას ფორუმი დატოვეთ თქვენ, მაგრამ ამბობთ, რომ პოლიტიკაში რჩებით. ვისთან ერთად აპირებთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას? ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები, მაგრამ აი იქნებ თქვენ გითხრათ კონკრეტულად ვისთან აპირებთ? ჯერჯერობით მარტო ვარ ასე თავისუფალ ცურვაში. პირველი ეტაპი უნდა იყოს აუცილებლად, რომ მე უნდა მოვიკითხო ჩემი პოლიტიკური პარტნიორები ოპოზიციაში, განსაკუთრებით არასაპარლამენტო ოპოზიციაში და არა მარტო პარტნიორები, არა როგორც მეგობრები. შეფასება არის გასაკეთებელი სწორი. ვინ უნდა მოიკითხოს გუბას სანიკიძემ? ყველას გულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციას. იმიტომ რომ აქ უკვე გამორიცხვები, თქვათ, ტაბუდადებული თემები არ არსებობს რა, იმიტომ რომ ქვეყანა არის საკმაოდ ბუნდოვან და ნისლიან გარემოში შესული, საკმაოდ გაუგებარი ვითარება იქნება, როგორც ჩანს 4 წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით. ქვეყნის გარეთ არის ძალიან სერიოზული პროცესები, მე თქვენს ეთერშიც არაერთგზის ამ პროცესებზე მისაუბრია, რომ ცვლილებები მოხდება და დაიწყო ეს ცვლილებები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ რამდენად ვიქნებით მზად ქართული საზოგადოება იმ ცვლილებებისთვის, იმ საინტერესო ცვლილებებისთვის, რაც მოსალოდნელია როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ. ბატონო გუბას, რას გულისხმობთ ცვლილებებში? რა ცვლილებებზე საუბრობთ კონკრეტულად, რა გამოწვევებზე? იქნება დაახლოებით გითხრათ, რაზე არის საუბარი? დავიწყოთ ქვეყნის შიგნით, ძალიან მოკლედ ვიტყვი, ქვეყნის შიგნით არის ვითარება, რომელიც არ უწყობს განვითარებას ხელს. ფაქტიურად ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური უძრაობა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ამას ნიშნავს ყოველთვის. ანგელოზების დასტაც რომ მოვიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ისიც კი პრობლემას შექმნის, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ხელს უწყობს უძრაობას, ყოველთვის ხელს უწყობს იოლი გამოსავლის მოძებნას, გარკვეულწილად ანვითარებს უპასუხისგებლობასაც და მე ყოველთვის ვთავრდება ერთნაირად. ისტორიაში გამონაკლისი არ არსებობს ამის. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ, ქვეყნის გარეთაც საკმაოდ საინტერესო ვითარება, მე ვერ ვიტყვი რომ მძიმე, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ სიმძიმე იმაში შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ საკმაოდ ბუნდოვანია. ახლა მე ორიგინალური არა ვარ ამაში, რაც მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მოხდა მანამდე ინგლისის გასვლასთან, ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებით, დიდი პროცესი დაიწყო. როგორც ჩანს, არის ეს პოსტლიბერალური ეპოქა დაიწყო. კონსერვატიზმის რევანში დაიწყო. ამაზე მე ძალიან ბევრჯერ მისაუბრია და არა მარტო მე. რამდენად ადეკვატურები ვიქნებით, რამდენად შესაბამისობაში მოვიყვანთ ჩვენს ქმედებას, რამდენად გამოვცვლით და გადავახალისებთ ჩვენს მოსაზრებებს განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი საკითხები დაისვა. მაგალითად, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანელების ინიციატივით შეიძლება შეიქმნას ევროპული სამხედრო შენაერთები, საერთო ევროპული სამხედრო შენაერთები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რა არის ეს? ნატოს დუბლირება? თუ რა არის, რა სახეს იღებს. ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია, პასუხები ნაკლებია. არ ვიცი ჩვენ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია როგორ მოიქცევა, დაძაბულობა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, პიკს უახლოვდება, ჯერ პიკი არ გაუვლია. მოლაპარაკებები იქნება, შეთანხმებები იქნება, თუ პირიქით პრობლემების გამძაფრება მოყვება. ანუ ბევრი შეკითხვები გვაქვს და პასუხები ჯერჯერობით არ ბატონო გუბას, თუმცა მიუხედავად აი ამ პრობლემებისა, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, თქვენ თქვით, რომ ჯერჯერობით თავისუფალ ცურვას განაგრძობთ. თქვენი ტაიმაუტი რამდენ ხანს გაგრძელდება ეს თავისუფალი ცურვა? როგორ ვერ გეტყვით, მე ამის შესახებ ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ქრონომეტრაჟი სხვადასხვა არის, სხვადასხვანაირად იქნება, ბევრი რამ განსაზღვრავს ამას ქალბატონო მაკა. მე არა ვარ და არც ერთ ჩვენთაგანი არა ვარ სამყაროს ოქროს ცენტრი, ჩვენ ვართ მონაწილენი ამ პროცესების, ჩვენ ვართ შემადგენელი ნაწილები. ბევრი რამე განსაზღვრავს. დაჩქარდება ეს პროცესები, პირიქით დროში გაიწელება, რა კონფიგურაციას მიიღებს, რანაირად მიიღებს, ამიტომ ყველა ვარიანტს აქვს უფლება განხილულ იქნას.
პირველ რიგში მე ვაპირებ ჩემს მეგობრებთან, პოლიტიკოსებთან, ვისაც მე წლებია ვიცნობ, 10 წლეულებია ვიცნობ, მათი მოსაზრებები გავიგო, როგორ ფიქრობენ, როგორ წარმოუდგენიათ და იმის მიხედვით მეც პირადად ასე ვიმოქმედებ. სწორედ ამაზე მინდა კითხოთ, თქვენ რამდენჯერმე თქვით, რომ პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრთან გექნებათ გარკვეული კონსულტაციების შეხვედრები და ასე შემდეგ. თუმცა თქვენი მეგობრების დიდი ნაწილი პარლამენტში არის დღეს. პარლამენტს მიღმა არიან დარჩენილები, ასევე თქვენი ყოფილი კოალიციის წევრები, თქვენი ყოფილი პარტნიორები, ალასანიას გუნდი დაუშვათ და კიდე სხვები. აპირებთ თუ არა კონკრეტულად ვისთან აპირებთ საუბარს? ლეიბორისტული პარტიაც არის მიღმა დარჩენილი, პარლამენტს მიღმა თვითონ პარტიულად. მე მაინტერესებს ყველას მოსაზრება. ყველას მოსაზრება მაინტერესებს და მე ვგეგმავრო თითოეულ მათთაგან შევხვდე. და გავესაუბრო როგორ წარმოუდგენიათ განვითარება როგორ შეიძლება იყოს და იმის მიხედვით. ხოლო გადაწყვეტილებას როგორც მივიღებ, რას ვიზამ, ამის მიხედვით იქნება. ახლა მე უფრო ვარ მოსმენის რეჟიმში ვიქნები, ვიდრე ჩემი აზრების განვითარების რეჟიმში. რამდენად გონიათ, რომ მოახერხებთ შექმნათ ახალი დიდი ოპოზიციური გაერთიანება, როგორც ამას თქვენ ამბავთ, იმ ფონზე რაც ხდება, გულისხმობ იმას, რომ თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ფაქტიურად დაიშალა. თქვენ ვის მოიაზრებთ ამ ახალ გაერთიანებაში? აი, მაინც უფრო მინდა რომ გათქმევინოთ და ჩამოგათვლევინოთ დაახლოებით პარტიები და თვითონ პერსონები, ვისი იმედიც გააქვთ? დაშლა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ქრება, დაშლა ხანდახან ნიშნავს ახალ კონფიგურაციას. ოპოზიციური სპექტრი შედგება გარკვეული შემადგენლებისაგან, ხო, პიროვნებებისაგან, ადამიანებისაგან, ბიოგრაფიებისაგან, სტერეოტიპებისაგან ამ ადამიანების შესახებ, რომელიც შექმნილია საზოგადოებაში. ამიტომ მე ისევ გულისხმობ, ხო, ჩათვალეთ ყველა გარდა ორი პოლიტიკური ორგანიზაციისა, რომლებიც ბრძანდებიან პარლამენტში და უახლოეს 4 წელი გაგვისაზღვრავენ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მე არა ვარ მანდამაინც ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა ძალიან გამეხარდება, მე მგონი ამაში ეჭვი არავის არ შეეპარება, ძალიან გამეხარდება თუ საქართველოს წარმატებით გაივლის ამ 4 წლიან ბეწვის ხიდს. თუმცა ალბათ მაინც ქვეყანას არ ეყოფა ეს პოლიტიკური პარტია, ეს ორი პოლიტიკური პარტია, როგორც არის ნაცმოძრაობა და ქართული ოცნება. არასაკმარისია. ამიტომ თვლი, რაც შეეხება ერთი პოლიტიკური გაერთიანება უნდა გაკეთდეს თუ ორი უნდა გაკეთდეს, ეს ცალკე თემა ორ შემთხვევაში მრავალ სუბიექტიანი ნამდვილად აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ გარკვეულწილად ჩვენ დავაბნიეთ ჩვენი ამორჩეველი, ჩვენმა ამორჩეველმა ამ მრავალფეროვნებაში უფრო სიჭრელე დაინახა, ვიდრე მრავალი ფერი, ამიტომ შეკვეთაც არის ჩვენი ამორჩევლის ალბათ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის პირადად ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა არჩევნებმა. მე პირადად ვარაუდობდი, რომ დონალდ ტრამპი მოიგებდა, იმიტომ კი არა, რომ აქ პერსონების წინააღმდეგობები არ იყო არც ჰილარი კლინტონისა და არც ტრამპის. ძალიან ხშირად ამ ორ პერსონაზე ამახვილებენ ყურადღებას. აქ არის სხვა რამ, აქ არის პროცესი წავიდა, აქ არის ძალიან სერიოზული, როგორც ჩანს, რევანში კონსერვატიული ამერიკის იმ ეგზოტიკურ ექსპერიმენტებზე, რომელიც ტარდებოდა აგერ უკვე 30 წლის განმავლობაში, როგორც ამერიკაში, ისე ზოგადად მსოფლიოში. ამას გაგრძელებებიც ექნება. ევროპაში რა პროცესები წავა, დაახლოებით ესეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროპაშიც დაახლოებით ანალოგიური არჩევანი გაკეთდება სხვადასხვა ქვეყნების მიერ. და ჩვენც უნდა ვიყოთ აი მიმდევი ამ პროცესების და არა ის რომ რაღაც ანაქრონიზმში ჩავრჩეთ ახლა ჩვენ და ის რაც არ გამოვიდა, მანდამაინც ჩვენ გამოვიყვანოთ ჩვენ ქვეყანაში. ბატონობას დავით უსუფაშვილზე მინდა კითხოთ, ის დღეს დაემშვიდობა პარლამენტს. კონკრეტულად მასთან თუ გეგმავთ კონსულტაციებს? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და რისი იმედი გაქვთ აი დავით უსუფაშვილთან კონსულტაციების შემდეგ? იცით მისი პოზიცია? დავით უსუფაშვილის იმედი რასთან დაკავშირებით? დავით უსუფაშვილის იმედი მაქვს ერთ საკითხში, რომ ის არის ჭკვიანი და გონიერი ადამიანი. ამაში იმედი მაქვს ნამდვილად ახლა. და მოინდომებს ის გაერთიანებაში აი ესე
იყოს. არ ვიცი, მაგა ახლა უნდა ვიმარჩიელოთ უფრო ჩვენ ახლა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პროცესის საწყისთან. პრინციპში არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ. ეს მარტო მომავალში კი არ წარსულშიც ასე იყო, როცა მე და დავით უსუფაშვილის პიროვნულად ურთიერთობები ჰქონდა, ხშირად ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ერთმანეთის არგუმენტებს ყოველთვის ვისმენდით ხოლმე. ეს ვიცი რომ ადეკვატურ ადამიანთან მექნება ურთიერთობა რა, ეს დანამდვილებით ვიცი. რა იქნება, მარტო დავით უსუფაშვილზე არ არის საუბარი. მე ვგეგმავ საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობები მქონდეს ნინო ბურჯანაძესთან. მე ვთვლი რომ დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეს ორი პერსონა გამორჩეული სტატუსით სარგებლობს მაინც, იმიტომ მათ ბიოგრაფიები აქვთ, სტატუსიც აქვთ, მათ გარკვეული ურთიერთობებიც აქვს ჩამოყალიბებული ქვეყნის გარეთ. ფიქრობ რომ დღეს ყველანი საჭირონი არიან ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებით ჩვენ. ბატონო გუბას, მოსალოდნელია ეს. თქვენ თქვით რომ პარლამენტს მიღმა დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს აქვს სერიოზული საშინაო დავალებები, ეს თქვენი სიტყვებია. რას გულისხმობთ ამაში? რა საშინაო დავალებები? ეს არის ზუსტად გადაფასება, სწორი შეფასება, საკუთარი შესაძლებლობების სწორი აწონ-დაწონა, განსაზღვრა იმისა, რომ არავინ არა ვართ განსაკუთრებულნი, არც ერთსა ჩვენთაგანზე, თითოეულ ჩვენთაგანზე ქვეყანა არ არის ჩამოკიდებული, უჩვენოდ შეუძლია ამ ქვეყანამ იარსებოს და ცალ-ცალკე შეიძლება რაღაც ფასეულს წარმოვადგენდეთ, მაგრამ მე რატომღაც გონია, რომ უფრო კრებითში, უფრო შეერთებულად, უფრო ერთად მუშაობაში, ერთმანეთთან შეთანხმებებში, მე არ ვამბობ, რომ მანდამაინც ყველანი ერთ ჭკუაზე უნდა დავდგეთ, მაგრამ არის თემატური საკითხები, სადაც შეიძლება ყველანი ერთ პოზიციაზე ვიყოთ. ანუ მუშაობაა საჭირო, კონტაქტებია საჭირო, გარკვეულ წილად პარტიებს შორის და პერსონებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები შეზღუდული იყო, უფრო თვითშეზღუდვებით ვიყავით დაკავებული ჩვენ. ახლა სხვა ვითარება გვაქვს, სხვა რეალობაში აღმოჩნდით. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის ასეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბებული, რომ აღარ გვინდა ძველი სახეები, გვინდა ახალი სახეები. პოლიტიკაც ისეთივე პროცესია, არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ პოლიტიკაში ძველებიც უნდა იყვნენ და პოლიტიკაში ახლებიც უნდა იყვნენ, იმიტომ რომ თაობა თაცვლა აუცილებელი არის, მაგრამ არა ისე რომ წინა თაობა განადგურდეს და ახალმა თაობამ, რომელმაც არაფერი არ იცის, შეიძლება გამოცდილება არ ქონდეს. ბატონო გუბას, როგორ ფიქრობთ, ხომ არ იყო პოლიტიკა საკმაოდ პოლიტიკა საკმაოდ კონსერვატიული საქმიანობა. პოლიტიკა არის ხანგრძლივი პროფესია. ხშირ ცვლილებებსაც მანდამაინც ვერ იტანს. თუ გადავავლებთ ახლა ისტორიას ჩვენ თვალს უახლოეს წარსულსაც, შორეულსაც, ისინი არიან პოლიტიკოსები, ვინც პოლიტიკა არ არის ვარსკვლავების საქმე რა. პოლიტიკა არის უფრო გამოცდილების საქმე. ბატონო გუბას, თქვენ ახსენეთ რამდენჯერმე გაერთიანება და ხომ არ თვლით რომ იყო შეცდომა, როდესაც ცალ-ცალკე კენჭისყრა გადაწყვეტეს პარტიებმა და ისინი არ გაერთიანდნენ და ამიტომ აღმოჩნდნენ პარლამენტს მიღმა? რა თქმა უნდა ვთვლი, ეს ჩემი პირადი აზრია, მე მქონდა სხვათა შორის ეს მოსაზრება არჩევნებამდეც, უბრალოდ არ გამიხმაურებია. მე მქონდა პირადად მცდელობა გარკვეულწილად, რომ ასეთ გაერთიანებაზე დაგვეწყო საუბარი, მაგრამ მანდამაინც დიდი ენთუზიაზმი ჩემს კოლეგებს ვერ შევატყვი ამ საქმეში. ნუ არაუშავს. როგორი ვითარებაც არის, ყველა ვითარების გამოყენება შეიძლება. ერთხელ შახაბასმა კითხა გიორგი სააკაძეს, რომელი იარაღი გირჩევნია ბრძოლაშიო და გიორგი სააკაძემ უპასუხა, რომელიც ხელში მომხვდება ისო, რაც გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ. რაც გაქვთ, იმის გამოყენებას აპირებთ მომავალი პარლამენტის საპარლამენტო არჩევნებში თუ თვითმმართველობაში ცდით ბედს? ნახოთ, თვითმმართველობით დაიწყება საინტერესო პროცესი და ყოველთვის ასეა ხოლმე რა. თვითმმართველობით იწყება ყოველთვის ცვლილებები და ახალი კონფიგურაციები. ანუ თქვენ ვარაუდობთ, რომ შესაძლებელია მოასწროთ და მოახერხოთ თვითმმართველობის არჩევნებამდე შექმნათ ეს დიდი ოპოზიციური გაერთიანება? ქალბატონო მაკა, მე არაფერს არ გამოვრიცხავ, ისევე როგორც არაფერს არ ვადასტურებ ახლა, იმიტომ რომ მე მაქვს შეკითხვები, რომლებზედაც ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს. გასაგებია. თქვენ
დიასპორის კომიტეტს წარმოადგენთ პარლამენტში და დღეს ცნობილი გახდა რომ დიასპორის სამინისტრო დიასპორისა და კავკასიის ძალიან მნიშვნელოვანია ეს. კარგით, უბრალოდ მე კავკასიის სიტყვა ძალიან მივივიწყეთ. მე დიასპორაზე მინდა გითხოთ და ამიტომ გავაკეთე ამაზე აქცენტი. არის საუბარი რომ დიასპორის სამინისტრო უქმდება. თქვენი შეფასება მაინტერესებს როგორია არ იყო საჭირო რეალურად ეს სამინისტრო? პირიქით რეალურ საჭირო ეს არის შეცდომა მისი გაუქმება არა მარტო საჭირო კი არა მინისტრმა დაადასტურა დღეს რომ ასულიყო სრულფასოვანი სამინისტროს დონეზე უნდა ასულიყო მაგრამ ესეც უკვე პირველი შეცდომაა თუ ამას გააკეთებენ ჯერ არ გაუკეთებიათ ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა იმიტომ რომ დიასპორის სამინისტრო რამდენად მუშაობდა ეს ცალკე თემაა ამას შეიძლება ვიკამათოთ მაგრამ დიასპორის სამინისტრო აუცილებლად ჭირდება იმ ქვეყანას და იმ ერს, რომლის 1/4 ბოლო 20 წელიწადში გაიქცა ქვეყნიდან. და პლუს ამას ისტორიული მრავალსაუკუნოვანი დიასპორები რომ ყავს ჩვენ იმ რეგიონში, რომელსაც ახლო აღმოსავლეთი ქვია. და ეს უკვე ადასტურებს და ეს აძლიერებს იმ ჩემ ეჭვს, რომ ოცნებას რაღაც საკითხებზე წარმოდგენა არ აქვს. როგორ შეიძლება დიასპორების სამინისტროს გაუქმება ამ პირობებში როცა ახლო აღმოსავლეთში ომი მიდის თურქეთში მრავალმილიონიანი დიასპორა ყავს ძველი ქართული ირანში ყავს არაბულ ქვეყნებში ყავს კავკასიური დიასპორები ყავს რომლებთანაც მე პირადად ძალიან სერიოზულად ვიმუშავე და კავკასიაში უფრო იციან ჩრდილოეთ კავკასიაში ჩემი მუშაობის შესახებ ვიდრე საქართველოში ბატონო გუბას როგორ ფიქრობთ როგორ შეიძლება ამის გაუქმება რამდენჯერ უნდა დავიწყოთ მაკა ერთი და იგივე საქმე რამდენჯერ უნდა დავთესოთ და მე ჩვენივე დათესილი მოვთხაროთ აი ეს არის უკვე პირველი სიმპტომი იმისი რომ ამ ხელისუფლებას არ ესმით მნიშვნელობა და მიტო არ ესმით ჩვენ ხო მივიღეთ ფინანსისტებისა და ბანკირების მართვა სხვათა შორის ტრამპმა რაც დაანგრია ამერიკაში ჩვენ ის გვაქვს ახლა ხო უკიდურესად დიდარმა ადამიანებმა გაიფორმეს ხელისუფლება სამივე ხელისუფლებას აკონტროლებენ ეს ადამიანები ცალ-ცალკე ცუდი ადამიანები კი არ არიან მაგრამ როცა საერთოდ იკრიბებიან ერთად მაჟორიტარების კონტინგენტი ნახეთ ვინ არიან რა სპეციალობის ხალხია დიდარი ხალხია ხო ღმერთმა გაუმარჯოს დიდარმა ხალხმა ქვეყანა უნდა ააშენოს ოღონდ ქვეყნის მართვაში როცა ისე პირს იკრავენ ყოველთვის მათი ფინანსური ინტერესები დგება ქვეყნის ინტერესების წინ. ძალიან ხშირად ხდება. ძალიან ხშირად ხდება. ბატონო, რასაც ამ ბიძინა ივანიშვილზე მიანიშნა. ზუსტად ამ შემთხვევაში არ მივანიშნებ ზუსტად ბიძინა ივანიშვილზე, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი ერთი ადამიანია. აქ არის უკვე კარტელზე საუბარი, ჩემო კარგო. მაგრამ რა ვიცი, დინამიკას თუ ხედავთ, რა ვიცი, რაც ხდება გარეთ, შიგნით არიან ეს ადამიანები, ეს დიდარი ადამიანები, პროფესიონალები არიან პოლიტიკაში. იქნებ ტესტირებები ჩაგვეტარებია მათთვის, რამდენად იცნობენ ისინი ამ ქვეყანას. მათ აქვს საკუთარი ინტერესები, ჩემო კარგო. და შეეცდებიან იმ ინტერესებს გასაგებია. უბრალოდ თქვენგან მეუცნაურა ესეთი შეფასება, რადგან თქვენ იყავით ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის გუნდის და ამდენად ცოტა უცნაურად კოალიცია, მაგრამ მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა, 2012 წელს კოალიცია არ იყო ოლიგარქიული მმართველობით და ოლიგარქებით დაკომპლექტებული არ იყო. ბიძინა ივანიშვილი არ იყო იქ დიდარი ადამიანების ინტერესების გამომხატველი. მე მგონი და მეთანხმები. თუმცა თვითონ იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. შემადგენლობა დიდარი ადამიანების იქ არ ყოფილა, ჩემო კარგო და ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა და მოქმედებდა ისე როგორც პოლიტიკოსი მაშინ. მაგრამ ახლა სხვა ვითარება გვაქვს. თუ არა და მითხარით ქართული ოცნების მაშინდელი ან მაჟორიტარები ან სიის შემადგენლობაში ვინ იყო, თქვათ, ცნობილი ბიზნესმენი. დღეს აღარ იქცევა ბიძინა ივანიშვილი როგორც პოლიტიკოსი. ყველა გადალაგებული იყო ნაცნობ-მოძრაობის. საერთოდ დიდარ ადამიანებს აქვთ ასეთი პოზიცია რა, ისინი არიან ყოველთვის შეზრდილი ხელისუფლებასთან. მაგრამ როგორც კი ოდნავ მცირე კრიზისი დაეწყება ხელისუფლებას, ისინი მაშინვე გამორბიან იქიდან. ამიტომ ეს სიამოვნებები, ბჭყალებში სიამოვნებები ოცნებას წინ ელოდება ჯერ კიდევ.
კარგი, ბატონო გუბას, თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანაში მოხდა უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ მოახერხეს ის, რისი სურვილიც ჰქონდათ. ეს არის ასევე თქვენი ტექსტი და თქვენი ციტატა. თქვენ ხომ არ იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთი ფრთა გაურიგდა ქართულ ოცნებას? ვიზიარებ, რა თქმა უნდა. ვიზიარებ კი ჩანს ეს, როცა არ გავიზიარო, მე ეს მაინც ასეა. არ ვატყობთ, რომ ნაცმოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ დაიკავეს მთელი პოლიტიკური სივრცე, ხელისუფლება ქართული ოცნება, ოპოზიცია ნაცმოძრაობა და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი განდევნილ იქნა პარლამენტიდან, მაგრამ ერთი რამე მინდა უთხრა ჩემს ძვირფას მეგობრებს და კოლეგებს, ზოგი მეგობარიც არ არის, ხო? რომ მათთვის ძალიან საშიშია, როცა პოლიტიკური პროცესი გადის ქუჩაში. და დღეს პოლიტიკური პროცესი ისევ ქუჩაშია. ანუ თქვენ აპირებთ, რომ ქუჩაში გაიყვანოთ აი ეს დიდი გაერთიანებული ოპოზიცია, რასაც არაფერს არ ვაპირებ მე, არაფერს არ ვაპირებ. თვითონ ვითარება შეიქმნება ასეთ. მე არ შემიძლია რაიმე ან შევაჩერო, ან დავაჩქარო. უბრალოდ მე პირადად შევეცდები, რომ ვიყო შესაბამისად ადეკვატური პროცესების. კარგი. ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებზეც მინდა გკითხოთ, რას ფიქრობთ თქვენ? მიხეილ სააკაშვილმა ახალი პარტია შექმნა და უკრაინაში ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე? ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და ის დარჩა უკრაინულ პოლიტიკაში. ის საქართველოსკენ აღარ გამოდის. ანუ საქართველოში აღარ არის მისი ადგილი, პარტიამ გარიხა, არ არის ნამდვილად. არ არჩევანი თვითონ გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა თვითონ გააკეთა. ეს ცუდი არ არის, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი რა დროსაც ის გახდა უკრაინის მოქალაქე, მან თავისთავად გაირეყა ქართული პოლიტიკიდან. უბრალოდ ჩვენთან ძალიან ბევრი რამ ინერციით ხდება. და ის ამორჩეველი, რომელიც მივიდა არჩევნებში და ხმამიცა ნაცმოძრაობას, ის მიშას ამორჩეველი იყო, თორე სხვა ლიდერების ამორჩეველი ნამდვილად არ ყოფილა. ამიტომ აქაც ვაკუუმი შეიქმნება. აქაც ვაკუუმი შეიქმნება და შექმნილია უკვე. გასაგებია და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ. ვეღარ გაიმეორებს უკვე. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ისაუბრეთ თქვენ და აი მინდა უფრო კონკრეტულად გავიგოთ თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე ცნობილია, რომ აქვს ქართულ ოცნებას. თქვენ რას ელოდებით? ხომ არ იქნება ეს საფრთხის შემცველი და ქვეყანას არადემოკრატიულ გზაზე ხომ არ წაიყვანს? საფრთხის შემცველი არის როგორც სახელმწიფოებრივი საფრთხის, მაგრამ უფრო მეტად თვითონ მმართველი პარტიისთვის იქნება ეს საფრთხე და დამთავრდება ისე, როგორც დამთავრდა ყველგან. ანუ აქ ძალიან ხშირად ახსენებენ თურქმენიზაციის გზაზე არის საქართველო და ეს არ არის თურქმენიზაცია, ეს არის ჩრდილოეთ კორეა უკვე. ეს არის ჩრდილოეთ კორეა. რაც არ უნდა გაუკვირდეთ, რაც არ უნდა იწყინონ, რაც არ უნდა იტკიცონ. ხო, მით უმეტეს იმის ფონზე, რაც ხდება ჩვენს გარშემო. იცით რა არის? ეს სისტემა, ანტისახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც გადმოიბარა თავის დროზე ოცნებამ. და ოცნების კოალიციის შემავალმა პარტიებმა არ გავიზიარეთ ჩვენ ესა და აღმოჩნდით ამის მსხვერპლი, არ გაზიარების მსხვერპლი ვართ ჩვენ. მათი მოსაზრებები რო არ გავიზიარეთ, არა უშავს მოსულა. მაგრამ პასუხისმგებლობა მათი არის უკვე. მე პირადად პასუხისმგებლობა აღარ მაქვს ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ხო? როცა ეს გადაიბარეს, მათ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი, იმიტომ რომ ეს რეგიონი მაკა ასეთ სისტემას ვერ აიტანს. ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიტანს. იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. საქართველო არ არის საკუჭნაო, როგორც ზოგს წარმოუდგენია. ბნელი საკუჭნაო არ არის, საქართველო არის მოვლენების ცენტრში. კავკასია არის მოვლენების ცენტრში და თვითონ კავკასია არის ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი. დიდი მადლობა ბატონო გუბას. ვერავინ ვერაფერს ვერ დაემალება, ვერც კარგსაც და ვერც ცუდსაც. მადლობ თქვენ. დიდი მადლობა ბატონო გუბას, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. გუბა სანიკიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი პირდაპირ ჩართვა უკრაინიდან და უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე